თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სწორი რეაბილიტაცია ამ ქუჩების და სახლების დაკარგვა არ ეპატიება და განადგურება არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ კერძო სექტორის წარმომადგენელს თუ არც ერთ მოქალაქეს. სანამ ტურისტებს გადმოვახედებთ საბაგიროებიდან ამ ძველ თბილისზე, საიდანაც დამერწმუნეთ ძალიან სავალალო სურათს დაინახავენ და მე მგონი რომ ამის განახვა არავის არ უნდა უნდოდეს. ასეთ პროექტებს, ამ შუშის პროექტებს რო ტენიან ისტორიულ ქალაქში, ხედის გამო აღარ იქნება ის ხედი. იქნება მარტო შუშის შენობებიდან, არ ვიცი მე რაღაცა ხო უნდა დატოვო რომ ხედად ღირდეს, არა პროექტი უნდა გაჩერდეს, არ შეიძლება. პანორამა თბილისის დედაქალაქის მერიაში წინააღმდეგობა არაერთხელ შეხვდა. თუმცა პრემიერი კერძო კომპანიის თანაინვესტირების ფონდის შეფერხებებს ასე გამოეხმაურა. არ უშავს ორი თვე რაღაც მოვიტმენთ და შემდეგ გავაკეთებთ იმას, რაც საჭირო არის თბილისისთვის. პროექტის კიდევ ერთი განხილვა უკვე აგვისტოს თვეში უნდა მოხდეს, ახლად არჩეული მერის და თვითმმართველობის პირობებში. ბოლო წლებია კოსმიური კონსტრუქციები და არქიტექტურა თბილისში აღარავის უკვირს. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, თუმცა როცა საქმე მასშტაბურ ურბანულ პროექტებს ეხება, როგორც ჩანს საზოგადოების და ექსპერტთა უმრავლესობის დაკვეთა ერთია: მიწაზე დაშვება. რობაკიძის ცხოვრების უცნობი დეტალები. შენების გაეროს ოფისში უამრავი ხალხი ირეოდა. ფრანგულად მომართა, ხელში რაღაც დოკუმენტები მომცა და მთხოვა გაეროს გენერალური მდივნისთვის გადამეცა. დოკუმენტს ეწერა თავისუფლება საქართველოს. სახლი ჟენევაში, სადაც ქართველმა მწერალმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. დიდი ქართველი მწერალი თავის სიცოცხლის ბოლო წლებში სწორედ აქ წერდა, მოღვაწეობდა და აქვეყნებდა თავის ცნობილ მანიფესტებს. როგორ შეიქმნა ქართული გენია როკვით გამფენილი? რევოლუცია, ახალივით ინტენსიური ფერები, განახლება პლუსი პერვოლისაგან. ის არა მარტო იცავს კაშკაშა ფერებს გახუნებისგან, არამედ უბრუნებს მათ ინტენსივობას უკვე რამდენიმე გარეცხვის შემდეგ. ახალივით ინტენსიური ფერები, განახლება პლუსი პერვოლისაგან. ახალი? არა, პერვოლის არის გარეცხილი. სიახლე მაკდონალდსში. უგემრიელესი პამიდორი, ხახვი. ხველი ჩედერი, 10%-ით ნატურალური საქონლის ხორცი. ეს ნიუ-იორკ სენდვიჩია. მიირთვით ნიუ-იორკ მენიუ, ისე როგორც ამერიკაში და გაატარეთ ამერიკული კვირეული მაკდონალდსთან ერთად. მაკდონალდსი, რესტორანი მთელი ოჯახისთვის. არ მისცეთ ლაქებს თქვენი შეჩერების უფლება. ლოსკი გამუდმებით აუმჯობესებს ხარისხს. ლოსკი 9 Total System. ის აშორებს ყველაზე ღრმად ჩამჯდარ ლაქებსაც კი. ბოჭკუებამდე სუფთა. შეგიძლიათ მშვიდად გაერთოთ მეგობრებთან ერთად. ახალი ლოსკი და ლაქები ვერ შეგაჩერებთ თქვენ. ახლა უკვე თანხის დაბრუნების გარანტიით. სამანახე ბოშო ვინ არის? ბიჭო, შენ ხო იყიდე ტელევიზორს? აბა, შენ გითხავდი. სატიკუნა თუ დააყენ? არა? ხო და დააყენ. რა დავაყენო? რა და ტრაქტორ? დათუნიკა, წაი. კარგია, გიორგუნა, შემოიტანე შემდეგი. ამ მაქტიკუნა სატიკუნათი. გლახა ტელევიზორაც კარგად აჩვენებს ბოშო. მაქტისატი, თანამგზავრული ტელევიზია მაქტის ხარისხით, ყველგან საქართველოში. გინდათ მიაღწიოთ სისუფთავესა და სასიამოვნო სურნელს ჩარიცხვებს შორისაც კი. ახლა ეს გაცილებით ადვილია. ახალი პრეფი ბლუაქტივი. მისი 4 ძლიერი ბურთულა უზრუნველყოფს თვალშისაცემ სისუფთავესა და სასიამოვნო სურნელს ჩარიცხვებს შორისაც კი. ყოველთვის სუფთა და არომატული. ახალი პრეფი ბლუაქტივი. შაკირა ბლენდამეთ 3D White Lux-ისთვის. შაკირას ღიმილის მიღმა არის ახალი ბლენდამეთ 3D White Lux-ის კბილის პასტა. ის აცილებს 90%-მდე ზედაპირულ ლაქებს. უფრო თეთრი და უფრო ბრწყინვალე ღიმილისთვის მხოლოდ 5 დღეში და ის აძლიერებს ემალს. ასე რომ თქვენ ბრწყინავთ 3D White Lux-ის ღიმილით. აკეთე ის რაც გიყვარს და იბწყინე 3D White Lux-ის ღიმილით. თქვენ ალბათ უკვე იცით რომ 25 ლარიანი პაკეტი მეტით შეგიძლიათ ისაუბროთ ყველაზე იაფად. ეს კი ტელეფონია განვადების საუკეთესო პირობებით. ახლა წარმოვიდგინოთ რომ შესაძლებელია მათი გაერთიანება.
საინტერესო არა? შეიძინეთ HTC-ის უახლესი მოდელის საუკეთესო ფასად 25 ლარიან პაკეტთან ერთად და მიიღეთ ორმაგი სარგებელი ექსკლუზიურად ჯეოსელში. ან იქნებ ტელეფონი და სასრულ პაკეტი გირჩევნა. ერთპირიანი ფასდაკლების აქცია ქართულში. 1 ლიტრი ზეთი 2 ლარი და 75 თეთრი. ქართული ხის სოკო 1 ლარი და 85 თეთრი. ვენი 1 ლარი და 80 თეთრი. გვეწვიეთ. ქართული. ყოველთვის დაბალი ფასები. ახლა კაბის სწორად შერჩევას უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე თეთრი ღიმილის მომენტალურად მიღებას. ახალ Colgate Optic White მომენტალურს გააჩნია კლინიკურად დამტკიცებული ოპტიკური მათეთრებელი, რომელიც ათეთრებს თქვენს კბილებს პირველივე გახეხვისთანავე. მომენტალურად განიჭებთ შესანიშნავ თეთრ ღიმილს. ვაუ! ასე რომ თქვენ იქნებით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მათ შორის. ახალი Colgate Optic White მომენტალური, მომენტალურად შესამჩნევი თეთრი კბილები. გამანახე ბოშო ვინ არის? ბიჭო, შენ ხო იყიდე ტელევიზორს? აბა, შენ გითხავდი. სატიკუნა თუ დააყენ? არა? ხო და დააყენ. რა დავაყენო? რა და ტრაქტორ? დათუნიკა, წაი. კარგია, გიორგუნა, შემოიტანე შემდეგ. ამ მაქტიკუნა სატიკუნათი. გლახა ტელევიზორად კარგად აჩვენებს ბოშო. მაქტისატი, თანამგზავრული ტელევიზია მაქტის ხარისხით. ყველგან საქართველოში. თუ დაწული ხარ წინას მშვიდა, ნიტრიალე აკეთიკი თავისუ. ახალი Always Ultra Night 60%-ით უფრო გრძელია უკანა მხარეს, როდესაც დინას ის კითხვას გაჟონვისკენ ისე როგორც საჭიროა. 100%-იანი დაცვა გაჟონვისგან Always-ი. როდესაც ფაღარად სპეციალური საშუალებებით ვაჩერებთ, ჩვენ გვგონია რომ პრობლემა გადაჭრილია, მაგრამ ის რჩება ორგანიზმში. ჩაიტარეთ მკურნალობის სრული კურსი Linex-ით. Linex-ი მხოლოდ სიმპტომებს კი არ ხსნის, არამედ მკურნალობს ფაღარადს დისბაქტერიოზის დროს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მოდი გერმანული ლიტრა ნახევრიან ბოთლში სამმარად მხოლოდ კასტელ ჯორჯიასგან ისიანოვნე და გაუზიარე მეგობრებს. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დავჯერებულ ვარ მეორე ადგილს. ჩემთვის თითქმის გამარჯვება და მარცხებაა. და როცა ეს ეხება ჩემს თმას, თითქმის სუბთან ნიშნავს, რომ ისევ არის კერპლი. აი რატომ ვიყენებ მხოლოდ Head and Shoulders. ყველაფერი საუკეთესო ზომიერები მიუღებელია. Head and Shoulders-ი მსოფლიოს ნომერ პირველი. ჰოსპიტალის გუნდი და პაატა იაკობაშვილი ვაგზელებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა წელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაშიც მოხდა. ეს იყო მამა გაბრიელის გადასვენება. სასწაულის მომლოდინე მორწმუნეთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ხელისუფლებამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებიც კი მიიღო. ამ რეპორტაჟით ჩვენ ვცადეთ გაგვეტყვია რისი და როგორ გვწამს. ბერი გაბრიელის საფლავის გათხრა 21 თებერვლის ღამეს დაიწყო. ამ დროისთვის სამთავროს დედათა მონასტრის გალავანი და მცხეთაში შემოსასვლელი გზები ჩაიკეტა. ტაძრის გარშემო მობილიზება პოლიციამ და შინაგანმა ჯარმა დაიწყო. არანაკლები მობილიზებით გალავანთან ახლოს ადგილის დაკავება მრევლმაც დაიწყო. ჩვენ რომლებიც ველოდებით მათ სუფლო უფლიდან და მე ალბათ მთავრობიდან და მთავრობამ უნდა გაიგოს და ხალხისა, ხო? ჩვენ ვლოცულობთ. მინდა რომ მთლიანად გაერთიანდეს მართლა საქართველო. არც გაგეცინოთ შვილო და მე ბინის შესახებ მაქვს ისეთი პრობლემა, რომ ის ბინა მინდა ჩემს შვილებს გქონდეთ. შეიძლება მაპატიოს უფალმა მაგი არც შეუძლია, მაგრამ მე მაინც დიდი რწმენა მაქვს. დილიდან ხალხმა იმატა, თუმცა უსაფრთხოების მაღალი ზომების გამო ქალაქში შეღწევა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა შეძლო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ყავა ხო არ გინდათ? ყავა? არა, მადლობა. აი, აბა გავგიმარჯოს უყურებს.
ქეთევან მშვენიერაძე სპეციალურად ქუთაისიდან ჩამოვიდა საგანგებოდ მომზადებული. ადგილი მონასტრის უკან მთაზე დაიკავა. ოჯახის წევრებთან და შინაურ ცხოველებთან ერთადაც მოსული მრევლი აქედან ყველაზე კარგად ხედავდა წმინდა გაბრიელის საფლავს, თუმცა ზოგისთვის დანახვა არ იყო მნიშვნელოვანი. იდება მამასაც ესასაც წმინდა სასულსა. საფლავის დანახვაც რადგან მადლის უტრიალებს და სულ დაგყურეს მამა გაბრიელის ზეციდან. ხალხმა რადგან იქიდან არ მოგუცეს საშუალება იმის რომ ტაძარში შესულიყავით, აი აქედან კარგად ჩანს ეს ყველაფერი და ჩვენ მოვედით რომ ამ ყველაფრის მოწმე ყოფილიყავით და ჩვენი თვალით ახლოდან გვენახა. არ იყო ესე დაფასებული სიცოცხლეში როგორც ეკუთვნოდა მას. გიჟად შედაწყეს. სულელს უძახდნენ. არაფასებდნენ. თვითონ სამღვდელოებისგანაც ჰქონდა ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ინგლისის მინისტრთა საბჭოს შენობა 12 მეტრიანი ამას ისე ნახავს გეუბნებით როგორც ეს წმინდა გაბრიელის ხმაა, ჩაწერილი იმ დროს, როდესაც მრევლს ესაუბრება. იქიდან ქაშვეთიდან ესე. ერთ-ერთი მისი მრევლი და მცხეთაში მცხოვრები ეთერ მრევლიშვილია. ვინც ყველას ადაგავს უცნაურ ეძახია. ეთერ მრევლიშვილი გვარწმუნებს, რომ თავად არის მომსწრე მამა გაბრიელის სასწაულების, თუ როგორ წინასწარმეტყველებდა და ადამიანების აზრებს კითხულობდა. იხსენებს, რომ იყო აქტიური პიროვნება, ჩართული იყო ეროვნულ მოძრაობაშიც. მამა გაბრიელთან მისულს ყველას დაარქვეს ზვიადისტი. და იყო ესეთი შეხედულება, რომ მამა გაბრიელთან იკრიბებიან ზვიადისტები. ეთერ მრევლიშვილი ამბობს, რომ მამა გაბრიელის ქცევა ხშირად არაორდინალური იყო. იხსენებს 1995 წლის 2 ნოემბერს, მის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებს. არავინ არ დაელაპარაკოს მამა გაბრიელს. იყო ესეთი კურთხევა, თვითონ საპატრიარქოც და სულ ყველა იყო უარყოფითად გამწყობილი. თქვენ წარმოიდგინეთ დაკრძალვის დღეს. გამოდენიმე ადამიანი მიყვებოდა მის დაკრძალვას. სად იყო საეკლესიო პირები და ვერ გაიგეს მამა გაბრიელი გადაეცვალა. კი. იმ დღიდან 19 წელია გასული. მამა გაბრიელი ახლა უკვე წმინდანად არის აღიარებული და მისი საფლავის გახსნას სამღვდელოება თითქმის სრული შემადგენლობით ესწრება. საფლავთან მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე სტუმრები დაიშვებიან. ხალხისგან კი სამთავროს დედათა მონასტერს შინაგანი ჯარი იცავს. სპეციალური საშვების მფლობელები აღმოჩნდნენ განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, მისი მოადგილე და ფინანსთა მინისტრი ხადური მეუღლესთან ერთად. ჩვენს მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალაში მთლიანად ჩანს საფლავის გახსნის პროცესი. აქ მედია არ დაუშვეს, ამიტომ ეს კადრები